ავირჩევთ ვიღაცებს, დავსვამ ჩვენს კანონმდებლებს და მერე გახვალ აქ დიღოს და ნახავ ბიუჯეტის ფულებით არის აშენებული ყველაფერი და ქურდები და მამაწაფლები. ქრისტიანები მართლმადიდებლები. თავარი აქ დაეხმარა ვიღაცებს და დაშურავენ და ბადანა. შენ ხმას გეიღო და გაგაგდებენ და კიდე. მაგრამ არაფერი, აცტუნებს გონება. გონება აცტუნებს და მაგრამ ჩვენ რჯული გვეუბნება რას? ისმინე ღვთის სიტყვა. ეს რას ნიშნავს? სმენადობაშია სიბრძნე. აი თუ არ გესმის ღვთის სიტყვა, არ მიენდობ იმას. არ აკვეთს თუნებებს გეუბნება. ფუფუნებაში ყოველი წამი, ყოველი დრო, ყოველი წუთი არის ფუფუნება შენთვის. სიხარულია შენზე, როგორც კი პატარა შეგიძლია ტვინში რაღაცა, ხო? დაგჭდილი. იმიტომ რომ როცა კაცი სოფელს ყოვებს და მორბის იქიდან რა მიიღო, იმაზე უკეთესი არ. რა მიიღო? სიცოცხლე დატოვა. ვერ ხდება. იმიტომ რომ სიძარმაცემ შეიყვო. აცტუნა და ჩამორეგეს ეს ხალხი იქიდან არ. და შეუშვეს ეგ 23 საათზე. 31 საათზე. მოუხდება იმ მამაპახარს, მოუფუტა ლიფტი მე 14-18-ზე ცხოვრობს და აღარ დადის ფაქტად გასწრაფად. ხომ? და იქ ქედაში ცხოვრობს მიწას. იქ კარგად არის. ხო და ჩვენც ასე ჩვენც აი ეს დაგვიმართა ჩვენ დაგვმართეს ეს რატომ იცი? იმიტომ რომ ჩვენ ფიქრებში შემოიჭრა სიყრუე, შემოიჭრა სიბრმავე და შემოიჭრა ფუფუნება. და მე ახედები, იმერლები, მეგრელები, რა ქვია მაგას, რაჭველები, ლეჩხუმლები, დამოუკიდებლები არიან და იქით კიდე სვანები და მოვიდა შევიგრიბე და გერამ თაგომბალა ქვეყანაში. და ვიმკითხავ ჩვენ სტუდენტების გამიღებულ რჩევებს, საქმეს და ვერანაირ აბსურდად. მაგრამ კიდევ ამბობ, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და დაიტოვებს თავისთან, მე ვფიქრობ ამის მერე იწყებს იგი უფალთან საუბარს და უფალი გამოიყვანს იმ ეკლიან გზაზე, რასაც ქრისტეს გზა ქვია და იმ სისუსტესაც დააძლევინებს, რომელიც ჩვენ დაგვემართა. ჩვენ მარტო ჩვენ კი არა, ჩვენს მამებსაც და დედებსაც დაემართა. და მისცემს მონდომებას ლაქესაც და მისცემს